მარიამობის დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა 201 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა შორის 19 მსჯავრდებულს სასჯელი გაუნახებდა, 7 კი პირობითი მსჯავრი მოეხსნა. შეწყალებულმა პატიმრებმა სასჯელ აღსრულების დაწესებულებები დღის მეორე ნახევარში დატოვეს. უმრავლესობისთვის ამნისტია მოულოდნელი იყო. გიორგის დაულეკე და უცხარი მოვიდეს აქ განში, გამომიდეთ გარეთავე. სასჯელ აღსრულების მსჯავრდებულთა ციხეებიდან გამოსვლის პროცესი დღის პირველ ნახევარშივე დაიწყო. მათი უმეტესობისათვის შეწყალება მოულოდნელი იყო. განსხვავება მშვენია. 3 წელი და 6 თვე. ელოდებოდით თორე რომ გამიშვა. არა, ნამდვილად საჩუქარი. ნამდვილად არ ველოდებოდი. და ესეც საჩუქარი გამოკითხა პრეზიდენტმა. დიდი არ ველოდებოდი. Adriani Dimolova ბატონ პრეზიდენტს უესტ საჩუქარი გამოგეთქვა. და ასაპირებთ ხა როგორ დააგრძელებთ პროექტს თქვენ თავისუფლებას? მოულოდნელი სიხარული გაიზიარა 15-მდე მსჯავრდებულმა ბათუმში. მათ სასჯელ აღსრულების დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. საპატიმროებთან დილიდან მსჯავრდებულთა გამოსვლას ის ახლობლები ელოდნენ, რომლებმაც შეწყალების კომისიას მიმართეს, თუმცა მათთვის უცნობი იყო, რამდენად დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სულ 201 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან 171 სრული შეწყალება შეეხო. ნაწილს სასჯელის ვადა გაუნახებდა. მათ შორის არიან არასრულწლოვნები და ქალებიც. განცხადება პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ დღეს სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ბრიფინგზე გააკეთა. დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 201 მსჯავრდებული. შეწყალებულთა შორის 171 მსჯავრდებულს შეეხო სრული შეწყალება, შესაბამისად ეს ადამიანები დატოვებენ პენიტენციურ სისტემას. დამატებით გაცნობებთ, რომ 9 ადამიანს გაუნახებოდა სასჯელი, ხოლო 4 მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელის ვადა. 7 მსჯავრდებულს მოეხსნა პირობითი სასჯელი. შეწყალების კომისიამ შეწყალების მსურველი 220 მსჯავრდებულის განცხადება გასულ კვირას განიხილა. მათგან რეკომენდაცია კომისიამ 100-ზე მეტ პატიმარს გაუწია. რამდენიმე ათეული პატიმრის გათავისუფლების თხოვნით კი პრეზიდენტ საპატრიარქომას მიმართა. მსჯავრდებულები საქართველოს პრეზიდენტმა ტრადიციულად მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა.